გამარჯობა მეგობრებო, მოგიმზადეთ ჩემი უსაყვარლესი ქოთნის აჯაბსანდალი. თიხის ქოთანში მომზადებულს დამერწმუნეთ, რა სულ სხვა გემო აქვს. როგორ ვამზადებ ნედლი ლობიოთი, როცა ნედლ ლობიოს, შემდგომ ნედლ ლობიოს ვაისხავ ალბათ პირამდე წყალს და ვდებ ანუ გავმოსახარშად, ცოტა დაახლოებით 9 საათი ვხარშავ, უბრალოდ ვამზადებ ბადრიჯანს, მე ნახევრად ფურცქვნი და ბოლომდე არ ვაცლი შავ ნაწილებს, თქვენ როგორც მოგინდებათ, ჭრიი პატარა კუბიკებად, ვაყრი მარილს და ცოტა ხანი ვაჩარებ, რომ გამოუშვას თავისი სიმწარე, შემდგომ გადავრეცხავ და გავწყრავ. მე რადგან დიდ ქოთანში გავამზადებ, ვამატებ დაახლოებით 5-6 ხავხს, რომელსაც რა თქმა უნდა გავუფრცქვნი და გავამზადებ და გავაპიწყინებ. აგრეთვე ვამზადებ მწვანე და წითელ ბულგარულებს, გამოვაცლი თესლუკებს და კარგად ჩახჩახებ ჩემს გამდინარე წყალში. რა თქმა უნდა აგრეთვე ვამატებ 1 ცალს და თქვენ თუ გინდათ 2 დაამატეთ, თუ გინდათ არ დაამატოთ ყაბახს, ვამატებ 6-7 ცალ გააფრცქვნილ და გარეცხილ კარტოფილს, აგერ ესეც ჩემი უსაყვარლესი ქოთანი, ძალიან მიყვარს ამაში ლობიო, ყველაფერი ძალიან გემრიელი მზადდება, ხორცის კერძებიც უგემრიელესია, ხახვი დავჭარი პატარა ნაწილებად, მეზეც ბოლოს ვამატებ, რადგან ყველაფერს ერთად ვშუშავ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ქვემოთ დაამატებ ხახვთან სულ ბოლოს მოასხავ ზეითუნისეც და თქვენ როგორც გაგეხარდებათ თქვენს გემოვნებაზე და თქვენს ინტერპრეტაციაზეა აქ დამოკიდებული, როგორ გააკეთებთ. ფენა ვაწყობ, ქვედა ფენაზე ხახვი, შემდგომ მოვაყარე გაზურული ბადრიჯანი, შემდგომ მოვაყარე კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ყაბაყი, აგრეთვე პატარა კუბიკებად დაჭრილი, მე ცოტა პატარა კუბიკებს უშოვით. თქვენ როგორც მოგეწონებათ მეგობრებო, ისე გააკეთეთ. კარტოფილი ცოტა ოდნავ დიდი ზომის ვიდრე სხვა ინგრედიენტები, სტაფილოსაც პატარებად ვჭრი, იმიტომ რომ მალე მოიხარშოს. ორი ცალი სრულიად საკმარისია ამ პორციისთვის. ბულგარული წიწაკები, ძალიან მიყვარს წითელი ბულგარული წიწაკა და ძალიან უხდება აჯაბსანდალს ბულგარული წიწაკა, მაგის გარეშე ალბათ ვერ წარმომიდგენია. ამ დროს თუ ხსუხებს ჩემი ლობიოც, ცოტა მოიხარშა, გადმოვიღებ და თავის წვენს არ ხმარობ, იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის ცოტა მემწალაკება გემო. წვენს ვაქცევ და აჯაბსანდალს ცალკე ვამატებ ცოტა რამდენიმე ალბათ 2-3 ჭიქა წყალს. მწვანილებიდან ვუშვები ქინძი, პეტრუშკა, ცოტა კამა და ცოტა რეჰანი, ვამატებ 5-6 კბილ ნიორს. თქვენ თუ გნებავთ დაამატეთ მწარე წიწაკაც, ქინდით ახერხელი თუ გინდათ ახალი მწარე წიწაკა, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მე მირჩენია ხოლმე რომ უკვე გადაღებულ პორციაში ამოღებულ კერძს დავამატო სიმწარე. ვამატებ პამინდორს, ეხლა რადგან სეზონია, ვამატებ ცოცხალ პამინდორს, თუმცა კიდევ 1-2 კოვს ტომატ პასტასაც ვამატებ, უფრო კარგ ფერს აძლევს. თქვენ თუ ზამთრის პამინდორი გაქვთ შენახული, ის შეგიძლია უქნათ, შეგიძლიათ საერთოდ ტომატ პასტით გააკეთოთ. თქვენ სახში რა ინგრედიენტებიც გაქვთ, მაგაზეა დამოკიდებული. რას უზავთ? მე კანს ვაცლი და შემდგომ ასე ვაბლენდერებ, ამასობაში მოვამზადე ჩემი ჩადებული და დამწნილებული კომბოს, დავჭერი ალყა და მოვასხი ზეთი, მე მოვასხი კახური ზეთი, მოვაყარე ალყა დაჭრილი ხახვი, თქვენ შეგიძლიათ მოასხათ ზეითუნის ზეთი თუ არ გაქვთ კახური ზეთი. და თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მწვანილიც უქნათ, ზოგი მწვანილით მიირთმევს. ესეც ჩემი მწვანილუკები უკვე აჯაბსანდალისთვის. მე ცოტა მწვანილს უშვები, მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან გემრიელ არომატებს ატრიალებს და თან აგრეთვე სასარგებლოა და ესეც ჩემი უგემრიელესი აჯაბსანდალი. უნდა გრძნავდეთ იმ სუნებს, რაც სამზარეულოში ტრიალებს, აი თან თიხაში საერთოდ განსხვავებული სუნი და განსხვავებული გემო აქვს დამერწმუნეთ. ნახვამდის შემდეგ ვიდეომდე.